სალამი, მოგესალმებით. დღეს ჩვენ გავაგრძელებთ და დავამთავრებთ კიდევაც მერვე თავით ჯონ მაკარტურის წიგნს 60-ის დიდება. ამ თავს ქვია ზეციური ლაშქარი და აქაც ახლა მოისმენთ თქვენ ყველაფერს, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი ამის შესახებ და აქ იგულისხმება ანგელოზები და ის ქმნილებები, რომლებიც ღმერთთან ერთად არიან და ზეცაში იმყოფებიან და ჩვენ შორის შუამავალის როლს ასრულებენ. აქაც ალბათ ბევრი ფანტაზიები მოგისმენიათ, ასევე ფილმებიც, რომლიდანაც ძალიან ბევრი დიდი გავლენა აქვთ ადამიანებს ამ საკითხებთან მიმართებაში და მოდით ახლა მოვუსმინოთ ბიბლია რას ამბობს ამ არსებებზე. ესე იგი, ზეციური ლაშქარი. ჩვენი კვლევა 60-ის შესახებ დამეთანხმებით, რომ არასრული იქნებოდა ანგელოზებზე ყურადღების მიქცევის გარეშე. ანგელოზები დღევანდელ ჩვენს პოპ-კულტურაში საკმაოდ ნაცნობი არსებები არიან. სულ მცირე 1970-იანი წლების დასაწყისიდან ახალი ეპოქას იცით, ესე იგი, რო ახსენებს ხოლმე ჯონ მაკარტური, აქ იგულისხმება იგივე New Age-ის მოძრაობა. ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ და ახლა რამოდენიმეჯერ იქნება ნახსენები ეს ახალი ეპოქა, ანუ New Age, ეს არის მიმდინარეობა, მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ყველა რელიგიას და ძალიან პოპულარული ხდება. და ბევრ საკითხებზე, ხომ, ბიბლიურ საკითხებზე მათ აქვთ თავისი შეხედულებები და ერთ-ერთი არის ეს ანგელოზების თემაც. იგივე New Age-ის მოძრაობის უეცარი აღზევებით ანგელოზების შესახებ სხვადასხვა მითი, სრულწმენა და ოკულტური იდეები მეინსტრიმში, მოდაში შემოვიდა. რამდენიმე ძალიან პოპულარულმა სატელევიზიო სერიალმა ზეცის გზატკეცილი, რომელიც გადიოდა ტელევიზიაში 1984 წლიდან 99-ის ჩათვლით 5 წლის განმავლობაში და ასევე ანგელოზის შეხება, ეს 94-დან 2003 წელში. ხელი შეუწყო ამ ფენომენისადმი ინტერესის აფეთქებას. ხოლო ჰოლივუდის ფილმებმა კი კიდევ უფრო გაამძაფრა ეს ინტერესი. ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში სიტყვასიტყვით ათობით მნიშვნელოვანი ფილმი გადაიღეს, რომლებიც ანგელოზების ვიზიტების ისტორიებს ასახავს. ანგელოზების ნამუშევრები, ანგელოზების ფიგურები, ანგელოზების სამკაულები ძალიან პოპულარულია და საკმაოდ გავრცელებულია მისალოცი ბარათების მაღაზიებსა და სასაჩუქრე ბუტიკებში. ჩემი კოლეგა აღწერს ჩემს სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიას. მათი მთელი ინვენტარი მხოლოდ ანგელოზების ფიგურები და ნახატებია. ჩემი ოფისიდან დაახლოებით 1 საათის სავალზე მდებარეობს ახალი ეპოქის New Age-ის დაწესებულება, რომელიც ამ ბრენდს მსოფლიოში უდიდესი ანგელოზების მაღაზიად მოიხსენიებს. იქაური თაროები სავსეა ნახატებით, ქანდაკებები და ახალი ეპოქის წიგნებით, რომლებიც თითქოს და ადამიანებს ანგელოზებთან კომუნიკაციას ასწავლიან. მათ ასევე აქვთ სუვენირის დიდი არჩევანი, რომელსაც თაროს ანგელოზებს უწოდებენ. ფაიფურის ფიგურები, რომლებიც თაროს კიდეზეა განკუთვნილი, ძირითადად ფრთოსანი ქალები და ქერუბიმიანი ბავშვები არიან, რომლებსაც საკუთარი პატარა ანგელოზის ფრთები აქვთ. უამრავი წიგნი იწერება და გამოიცემა ანგელოზებზე და ანგელოზებთან შეხვედრების შესახებ ისტორიებზე. მათი უმეტესობა სავსეა ახალი ეპოქისა და ოკულტური წარმომადგენლების ელფერებით. Amazon-ზე წიგნების კატეგორიაში ანგელოზების ბოლოდროინდელი ძიება 80,000-ზე მეტ შეადგენს. Amazon-ზე ყველა კატეგორიაში ანგელოზების ძიება 9,000,000-ზე მეტ ჩამონათვალს იძლევა. ანუ ანგელოზები ეს ძალიან ვიმეორებ დიდი ბიზნესია. როგორც ჩანს, ყველაზე პოპულარული წიგნები ის წიგნებია, რომლებიც მკითხველს ანგელოზების ამოცნობისა და მათთან კომუნიკაციის ინსტრუქციას ასწავლიან. ამ ჟანრის ბესტსელერ წიგნებს შორისაა, სადაც ანგელოზები დადიან, ზეციური ვიზიტორების ნამდვილი ისტორიები. წიგნი, რომელმაც სულ მცირე 14 გაგრძელება გამოიწვია, რომელთგანაც ბევრმა ბილიონობით გაყიდვა აჩვენა. ანგელოზები 101. მოусმინეთ თქვენს ანგელოზებს. ანგელოზების საუბარი. როგორ ისაუბროთ თქვენს ანგელოზებთან. თქვენი შესავალი ანგელოზებთან დაკავშირებაში, მუშაობასა და განკურნებაში. როგორია ანგელოზების მოგზაურობა. სახელმძღვანელო თქვენი წიგნი ანგელოზების გასათავისუფლებლად. ეს არის ჩამონათვალი იმ წიგნებისა, რომლებიც დღეს ძალიან იყიდებიან და ძალიან ბესტსელერები არიან. ამ წიგნების მიხედვით, ანგელოზებთან კომუნიკაცია სერიოზული საქმეა. ბოლო 2000 წლების განმავლობაში ამ თემაზე ერთ-ერთი მეგა ბესტსელერია წიგნის სახელწოდებით „ჰკითხე შენს ანგელოზებს“.
გამომცემლების მიერ გამოქვეყნებული სარეკლამო მასალის თანახმად, ამ წიგნის ავტორები გვაჩვენებენ, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ანგელოზების ძალა, რათა ხელახლა დაუკავშირდეთ ჩვენს დაკარგულ შინაგან მეს და მივახციოთ ჩვენს მიზნებს. იქნება ეს უკეთესი ურთიერთობები, ავადმყოფების განკურნება თუ დამოკიდებულებისაგან გამოჯანმრთელება. სავარაუდოდ ეს წიგნი მკითხველს ასწავლის, როგორ დაუკავშირდეს ანგელოზთა ენერგეტიკულ ველს და გასწავლოს თქვენს ანგელოზებთან საუბარი. აქ მოცემულია მრავალი სიტყვასიტყვითი ციტატები სხვადასხვა გამომცემლობიდან, ანგელოზების კომენტარები მათ სახელმძღვანელოებზე, რომლებიც ანგელოზებთან კომუნიკაციისათვისაა განკუთვნილი. ამ წიგნში წარმოდგენილი მარტივი ტექნიკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ისეთ არსებებთან წდომა და შეგუება, როგორიცაა მფარველი ანგელოზები, ბუნების სულები და ელემენტალები, სულიერი ტოტემები, მთავარ ანგელოზები, ღმერთები და ქალღმერთები, ასევე ოჯახის წევრები და მეგობრები მათი ფიზიკური სიკვდილის შემდეგ. აქ მოცემული ინფორმაციები ასევე ცხადყოფს, თუ რომელი აკუპუნქტურის წერტილები ასტიმულირებს თქვენს ინტუიციური უნარებს, როგორ გავუმკლავდეთ ჩვენში წარმოშობილ უცნობ შიშს და როგორ დავიცვათ თავი სიზმარში სულით მოგზაურობისას. ყველას ჰყავს სულიერი მეგზური, ანუ მფარველი ანგელოზი, რომელიც ეხმარება მას არჩეული კარმული გზის შენარჩუნებაში. ეს კასეტა დაგეხმარება დაუკავშირდეთ თქვენსას. შეგიძლიათ ისწავლოთ და დაუკავშირდეთ თქვენს მფარველ ანგელოზს და იყოთ მიმღები ანგელოზური სამყაროს მიმართ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისწავლეთ როგორ დაუკავშირდეთ სულის უმაღლეს სიხშირეებს, უფრო მეტად იცოდეთ ანგელოზები და ბუნების სულები და დაუკავშირდეთ ამ მოსიყვარული არსებებს, რათა უფრო ღრმად დააფასოთ ჩვენი ადგილი შემოქმედებაში. ეს წიგნი საშუალებას გვაძლევს დავიწყოთ ჩვენი გულების გახსნა ამ ხიარული და ნუგეშიმსტოლმცემელი მფარველებისათვის, რათა შევძლოთ ჩვენი ცნობიერების ახალ განზომილებაში აყვანა. ხედავთ, ამ უნიკალური კოლექციის ყველა ნაწილი ხაზს უსვამს ადამიანებისა და ანგელოზებს შორის თანაშრომლობას ჩვენი შინაგანი ცხოვრების და ბუნების შექმნისას. მკითხველი განიცდის ამ უძველესი მიუწვდომელი სულების მდიდარ და მრავალფეროვან ხედვას, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაძლევდნენ შთაგონებას. ეს ავტორები გასწავლიან 9 კონკრეტულ გზას იმის შესახებ, თუ როგორ გიცავთ თქვენი პირადი ანგელოზი, როგორ დაუძახოთ თქვენს მფარველ ანგელოზს და როგორ აიძულოთ თქვენი ანგელოზი უპასუხოს თქვენს დაძახილს დახმარებისა და რჩევისათვის და დიდ და პატარა საკითხებში გამოიყენოთ მათი რჩევა და დახმარება. ასევე აქ შეიტყობთ ანგელოზთა იერარქიის შესახებ და შეისწავლით ანგელოზთა სამეფოს რეალურ ენას. გვაჩვენებს თუ როგორ შექმნათ ანგელოზებთან და დედამიწაზე ზეციურ სამეფოსთან ერთად. კონკრეტული ვარჯიშები, მედიტაციები დაგეხმარება დაუკავშირდეთ ანგელოზებს. რომლებიც ელოდებიან თქვენ ცხოვრებაში შემოსვლას და მოწვევას. ანგელოზებისა და მუზებისაგან შთაგონება ყოველთვის ხელმისაწვდომია. წერისა და ხელოვნების სავარჯიშოებთან ერთად მკითხველი შეისწავლის ანგელოზთა სამყაროს ხელმძღვანელობით მოგზაურობის გზით, რომელიც მერე ფოკუსირდება მანდალებზე. იცის თუ როგორ გამოიყენოს სეზონური ძალები, შეისწავლოს თუ როგორ მოქმედებს ფერები ჩვენზე და როგორ იყენებენ ანგელოზები ფერსა და სინათლეს საკუთარ ენაზე. მოცემულია შემთხვევების ისტორიები იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა გააცნობიერა თავის შემოქმედებით ნიჭი, როდესაც ანგელოზებთან თამაში დაიწყეს. გთავაზობთ სრულ მეთოდს სულის, მზის ანგელოზისა და ანგელოზური მკურნალების სამკურნალო სინათლის ფიზიკურ სხეულში შესატანად. ბოლო 8 წლის განმავლობაში სემინარებზე ჩატარებული ეს ადვილად შესასწავლი პროცესები ათასობით ადამიანს დაეხმარა სხეულის უჯრედების განკურნებასა და განახლებაში. მკურნალი ანგელოზები იმუშავებენ ნებისმიერი სამკურნალო გზით ან განკურნებით. მკურნალობა, რომელსაც ამჟამად იყენებთ, მოიცავს სამკურნალო კითხვების, ფერებისა და სურათების ცხრილს კონკრეტული დაბადებების დროს გამოსაყენებლად. თქვენი დაბადების ნიშნისა და კონკრეტული ფერის სინათლის კომბინაციის გამოყენებით შეგიძლიათ მიიღოთ ცხოვრებაში სასურველი მაგია და სიბრძნე ანგელოზების გამოძახებით. ეს წიგნი შეიცავს მრავალსულიერ საიდუმლოს, რომელიც მკითხველს წარმატებისა და ძალაუფლებისაკენ წაიყვანს. ეს იყო კომენტარები და არ გეგონა ჯონ მაკარტურის სიტყვები, ძალიან გრძელი, პატარა შრიფტით იყო მოცემული ამ წიგნში, აი ამ კონკრეტული წიგნის შესახებ. და ახლა ჯონ მაკარტური აგრძელებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიდწილად ოკულტური მკითხაობაა. ჯადოქრობა და ტიპიური ახალი ეპოქის New Age-ის მისტიკაა. ყველაფერი რა ჩვენ ეხლა წავიკითხეთ ამ წიგნის თავებში. ყველაფერი რაც ჩვენ წავიკითხეთ ამ წიგნის თავებში, მიცვალებულთა სამეფოში მისტიკური კვლევის საფრთხების შესახებ თანაბრად ეხება სულიერ არსებებთან ურთიერთობის განზრახ ცდელობებს. ორივე აქტოობა,
ორივე აქტივობა ოკულტური პრაქტიკაა. მაშინაც კი თუ ის ქრისტიანული ენით არის მორთული და ბიბლიური დამადასტურებელი ტექსტებით არის შეფერილი. სულიერი სამეფოს ნებისმიერი სახის კვლევა ადამიანს სერიოზული დემონური სიცრუის წინაშე აყენებს. მართლაც ეჭვი არ მეპარება, რომ ზოგიერთმა, ვინც ამტკიცებს, რომ ანგელოზებთან ურთიერთობს, ნამდვილად შეძლო ანგელოზურ არსებებთან კავშირის დამყარება, თუმცა არა ისე, როგორც ისინი ეძებდნენ. არამედ ეს იყო დემონურ ძალებთან ურთიერთობა. წმინდა წერილი ნათლად გვაფრთხილებს, რომ სატანა და მისი მაცნეები ხშირად სინათლის ანგელოზებად გვევლინებიან. რადგანაც ასეთნი არიან ცრუ, აი ნახეთ რას ამბობს მეორე კორინთელთა წერილის მე-11 თავში პავლე მოციქული, მე-13-მე-15 მუხლებს აგიგითხავთ. რადგანაც ასეთნი არიან ცრუ მოციქულნი, ზაკვის მომქმედი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი, თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს, ხო და რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დემონური არსებები სარგებლობენ იმ ადამიანების გულუბრყვილობით, რომლებიც აქტიურად ცდილობენ სულთა სამყაროსთან კომუნიკაციას. ის, რასაც ისინი აკეთებენ, სუფთა შამანიზმია და მათი შავი მაგიის ყველა საშინელი ეფექტის წინაშე დაყენების მცდელობა. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ამ პრაქტიკით სერიოზულ დემონურ ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ამიტომ ქრისტიანები მკაცრად უნდა იყვნენ გაფრთხილებულები ასეთი საკითხების საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ ევანგელისტური რეაქცია ამ ტენდენციებზე ძალიან სუსტია. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი წიგნი ევანგელისტური გამომცემლებისაგან, რომლებიც შეიცავენ ანგელოზებთან შეხვედრების მსუბუქად ქრისტიანულ ისტორიებს, ენთუზიაზმით მოთხრობილ ანგელოზების შესახებ რეალურ ისტორიებს და ქრისტიანების ბრწყინვალ ეს წინ წლებშია მოთავსებული რეალური ისტორიები, ქრისტიანების ბრწყინვალ ისტორიებს, რომლებიც აცხადებენ, რომ რეალურად ურთიერთობდნენ ანგელოზებთან. როგორც წესი, ევანგელისტები ამ სფეროშიც გავლენას განიცდიან და ამ წუთის სოფლის მოდას არიან აყოლილები. სამწუხაროდ ეს განსაკუთრებით სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, როდესაც საუბარია დამწყებ ქრისტიანებზე. როგორც მეორე კორინთელთა ამ მე-11-მე-15-ში ვკითხულობთ, გასაკვირი არ არის, გახსოვთ რა თქვა პავლემ, გასაკვირი არ არის, როდესაც დემონი კეთილანგელოზად იქცევაო. გარდა ამისა, ანგელოზების ჩარევის შესახებ, ანგელოზები, რომლებიც მისიონერებს კანიბალებისგან იხსნიან და მსგავსი ისტორიები, ამაღელვებელი ისტორიების გავრცელების მიუხედავად, ამ ისტორიების დადასტურება შეუძლებელია ბიბლიური ისტორიების გარდა. ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ იყო ანგელოზი, რომლის უხილავმა ხელმაც იდუმალებით დაგიჭირა თქვენ, რომ კიბეზე არ ჩამოვარდნილიყავით. ერთი რამ ჩვენ ბიბლიაზე დაყრდნობით, დანამდვილებით ვიცით, რომ პირველ რიგში ღმერთია ის, რომლის განგებულებაც გვიცავს ჩვენ გამოდვებით. მაგრამ შეუძლებელია დანამდვილებით ვიცოდეთ, იყო თუ არა ეს კონკრეტულად ანგელოზი. ჩვენ სხვადასხვა კატასტროფებს ვაწყდებით და მიუხედავად იმისა, კონკრეტულ შემთხვევაში იყენებს თუ არა ის ანგელოზებს თავის ინსტრუმენტებად, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ სულ მუდამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ღმერთი არის ის, ვინც უნდა იყოს ჩვენი ქებისა და მადლიერების ფოკუსი და არა ანგელოზური არსებები. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ზოგიერთმა თავის და უნებურად უმასპინძლა ანგელოზებს, ებრაელთა წერილი 13:2. და სწორედ ამიტომ გვასწავლიან, რომ გამოვავლინოთ სიკეთე და სტუმართმოყვარეობა ნებისმიერი უცხოების მიმართ. მაგრამ წმინდა წერილის ენა მიუთითებს, რომ ეს შემთხვევები იშვიათია და ამუხლის გაგების გასაღების სიტყვა ანგელოზი კი არ არის, არამედ უნებურად. მათ და უნებლიეთ. ისე რომ არ იცოდნენ, ეს არის გასაღები, უნებურად. მუხლი აღწერს ადამიანს, რომლებმაც უმასპინძლეს ანგელოზებს ისე, რომ ეს არც კი იცოდნენ. წმინდა წერილის თანახმად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ თქვენ უმასპინძლოთ ანგელოზს, მაგრამ დიდი ალბათობით, თუ ეს მოხდება, ეს თქვენი ცოდნის გარეშე იქნება. არსად არ გვიბიძგებს წმინდა წერილი, ვიმეორებ, არსად არ გვიბიძგებს, რომ გქონდეს ანგელოზების ფეტიში, ვეძებოთ ანგელოზების არსებობის მტკიცებულებები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ან კიდევ გქონდეს ანგელოზების გამასპინძლების ისეთი მოლოდინი, რომ წარმოვიდგინოთ ისინი ყოველ შემთხვევაზე შეხვედრისას. ისტორიები, რომლებიც ავსებს დღევანდელ ანგელოზებთან შეხვედრების წიგნებს, დაუდასტურებელი ისტორიებია. შესაძლოა ისინი მართლაც რომ ღვთაებრივი განგებულების არაჩვეულებრივი გამოვლინებები იყო, მაგრამ არა აუცილებლად
ვივარაუდოთ, რომ ანგელოზების ეს არ იყო ჩარევის ავდენტური რაღაცა მაგალითები. მთელი ეს ფიქსაცია საეჭვო ღირებულებისაა. რა თქმა უნდა, მორწმუნის სულიერ ზრდას ის უფრო გაცილებით მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე სიკეთე მოაქვს მისთვის. ეხლა რას ამბობს წმინდა წერილი ანგელოზებზე? 1995 წლის დასაწყისში ამოვიღეს სტატია ჟურნალ მუდიდან, მუდი ეს ცნობილი ქრისტიანული ჟურნალია, დვაინ მუდის სახელწოდებას ატარებს, რომელიც აანალიზებდა ანგელოზებისადმი აჟიოტაჟს. მასში შედიოდა რამდენიმე საინტერესო სტატისტიკა, რომლებიც გარკვეულწილად ასახავდა ამ თემისადმი ინტერესის სწრაფ ზრდას. იმ დროს გამოქვეყნებული სტატისტიკა განსაცვიფრებელი იყო, რომელიც აჩვენებდა, რომ ფარველი ანგელოზებთან კომუნიკაციის შესახებ წიგნების რაოდენობის ფეთქებადი ზრდა იყო. რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა, რაც არ უნდა საოცარი ყოფილიყო დღევანდელი ციფრებით, უკვე რა თქმა უნდა შემცირებულია, მაგრამ სტატიაში ერთი სტრიქონი, რომელიც მე გამოვყავდი და რომელიც მომეწონა, ეს იყო მუდის ბიბლიური ინსტიტუტის თეოლოგიის პროფესორის ედ გლასკოს ციტატა, რომელმაც განაცხადა: ბიბლია არსად არ ხსნის ანგელოზების მოქმედებასა და ფუნქციონირებას, არამედ ის უბრალოდ ალაგ-ალაგ მინიშნებებს აკეთებს მათ საქმიანობაზე. და ეს აბსოლუტურად სიმართლეა. ბიბლიური წყაროებიდან თუ ვიმსჯელებთ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანგელოზებთან დაკავშირებით გაცილებით უფრო მეტ პასუხ გაუცემელ კითხვას ვაწყდებით, ვიდრე მათ შესახებ დეტალურ ცოდნას. ვიცით, რომ ანგელოზები ემსახურებიან ადამიანებს და დრო-და-დრო ერევიან კიდევაც ადამიანის საქმეებში, მაგრამ იმის შესახებ თუ როგორ ხდება ეს, ძალიან ცოტა რამე ვიცით. და როგორც უკვე ადრე აღვნიშნეთ, ღმერთი მკაცრად გვიგრძალავს სულიერი საკითხების შესწავლას, რომლებიც წმინდა წერილში ჩვენთვის დაფარულია. საიდუმლო საქმეები უფლის ჩვენი ღმერთისაა, ხოლო გამოცხადებული საქმეები ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვისაა სამარადისოდ, რათა შევასრულოთ ამ კანონის ყველა სიტყვა. მეორე რჯული 29:29. მიუხედავად ამისა, წმინდა წერილიდან ამ შესანიშნავი არსებების შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილის მოპოვება სრულიად შესაძლებელია. და რადგან ჩვენ მარადიულობას ანგელოზებთან ერთად გავატარებთ ზეცაში, 64-ის შესწავლაში სასარგებლო იქნებოდა წმინდა წერილიდან ყველაფრის სწავლა, რაც ანგელოზებზე და მათი როლის შესახებ არის დაწერილი. წმინდა წერილი ანგელოზების აღსაწერად რამდენიმე გამოთქმას იყენებს. მაგალითად, ფსალმუნი 88, მე-6 მუხლი, ბეფე ჯეიმსის ვერსიაში მათ ძლიერის ძეებს უწოდებს. ასევე ღვთის ძენი, იობის წიგნი 1:6-2:1-38-7. ებრაული ფსალმუნის მე-5-ში ელოჰიმ ითარგმნება როგორც ზეციური არსებები. წმინდანები, მაგალითად ფსალმუნი 88-ში 5, დილის ვარსკვლავები იობის წიგნი 38-7. მთავრები დანიელის 10:3 და მთავრები და ხელმწიფეები ზეციურ ადგილებში ეფესელთა 3:10. შეისწავლეთ ბიბლია და ანგელოზებს მესამე ცაზე იპოვნით, სადაც ღმერთი მკვიდრობს. იქ ისინი განუწყვეტლი სცემენ თაყვანს მას. თქვენ ასევე ნახავთ მეორე ცაზე, რომლებიც მოგზაურობენ ამ სამყაროში. ანგელოზებს ნახავთ მეორე ცაზე, რომლებიც მოგზაურობენ ამ სამყაროში და ემსახურებიან ღმერთს სხვადასხვა გზით. და ასევე თქვენ ნახავთ მათ პირველ ცაზეც, სადაც ისინი ერევიან და იღებენ მონაწილეობას ადამიანურ საქმეებშიც კი. ეხლა როგორ შეიქმნენ ანგელოზები? ანგელოზები შექმნილი არსებები არიან, ისინი არ არიან ნახევარ ღმერთები, მათ არ აქვთ ღვთაებრის არც ერთი განუყოფელი ატრიბუტი, როგორიცაა ყოვლისცოდნეობა ან ყველგან ყოფნა. ისინი არ არსებობენ წარსულის მარადისობაში, ისინი შექმნილი არსებები არიან. ნეემია 9:6 ამბობს: შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ შექმენი ცანი ცათანი და მთელი მხედრობა, დედამიწაზე და ყოველივე რაც მასია, ზღვები და ყოველივე რაც მათშია, შენვე აცოცხლებ ყველას და შენ გცემს თაყვანს ციური ლაშქარი. ეს კი ნათლად ადასტურებს და ნიშნავს იმას, რომ ანგელოზები ღმერთმა შექმნა. ეს ასევე იმაზე მიუთითებს, რომ ანგელოზები ასევე, როგორც ყველა სხვა გონიერი არსება, ღვთის თაყვანისცემისათვის იყვნენ შექმნილი და არა მათთამი თაყვანისცემისათვის. ბიბლიაში გვახსოვს, რომ ანგელოზები თავად საყვედურობენ ასეთების ჩამდენ და ყველა თაყვანისცემას ისევ ღმერთისაკენ მიმართავენ, რომლებიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. გამოცხადება 19:10-22-8-9. ფსალმუნი 157 ადასტურებს, რომ ანგელოზები შექმნილი არსებებს წარმოადგენენ, რომლებიც შემოქმედს თაყვანს სცემენ. ადიდეთ იგი მისმა ყველმა ანგელოზმა, ადიდეთ იგი მისმა ყოველმა ლაშქარმა, ადიდეთ იგი მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი ყოველო ნათობელ
ნათობო ვარსკვლავო, ადიდეთ იგი უმაღლესო ცანო და წყლებო, ცის ზემოთ, ადიდონ უფლის სახელი, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ. გაითვალისწინეთ, რომ როგორც ნეემია 9:6-ში, შენ ხარ უფალი, იახვე, მხოლოდ შენ შექმენიცა და მთელი მათი ლაშქარი, ასევე ფსალმუნი 147:5, უფალი იახვე, უბრძანა რომ შექმნილიყვნენ. იეჰოვა ანგელოზების შექმნელად არის იდენტიფიცირებული. იესოს ღვთაებრიობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დასტურია ბიბლიური მტკიცება, რომელიც ამბობს, რომ ის არის ყველაფრის შექმნელი და მათ შორის ანგელოზების და ეს არის კოლოსელთა 1:16, რომელიც ამბობს, მის მიერ შექმნა ყველაფერი ცაში თუ დედამიწაზე, ხილული თუ უხილავი, იქნება ეს ტახტები თუ სამფლობელოები, მართველები თუ ხელმწიფეები, ყველაფერი შექმნა მისი მეშვეობით და მისთვის. აქ პავლე აშკარად იცავს ქრისტეს ღვთაებრიობას ზოგიერთი სწავლებისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის უბრალოდ თვითონაც შექმნილი არსება იყო და დღემდე იეჰოვას მოწმეთა სექტა ასწავლის, რომ ქრისტე არის თითქოს და მთავარ ანგელოზი, ქმნილ არსებათა შორის უმაღლესი. პავლე სრულად უარყოფს ყველა ასეთ სწავლებას და აცხადებს, რომ თავად ქრისტე არის ის, ვინც შექმნა ყველაფერი, მათ შორის ყველა ანგელოზური არსება და ყველაფერი დანარჩენი, რაც არსებობს. ამიტომ ქრისტე არის იაჰვეს განსახიერება. და ის არ შეიძლება იყოს მხოლოდ ანგელოზი. ებრაელთა 1:4 ამბობს, რომ ის იმდენად აღემატება ანგელოზებს, რამდენადაც მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული სახელი უფრო მაღალია, ვიდრე მათი. მე-6 მუხლი და მამა ამბობს, და ეხთის ყველა ანგელოზმა თაყვანისცეს მას. პავლე ხშირად მოიხსენიებს ანგელოზებს როგორც კოსმიურ ძალებს და მეფე ჯეიმსის თარგმანში სამთავროებს და ძალებს, რომლებიც ცხოვრობენ და მართავენ ზეციურ ადგილებში. ეფესელთა 6:12. ზეციური იერარქიის შესახებ ბევრი ზუსტი დეტალი არ არის მოთხრობილი, მაგრამ ცხადია, რომ ანგელოზები ორგანიზებულები არიან იერარქიებად, ღვთაებრივად მოწესრიგებული სარდლობის ჯაჭვით. ანგელოზთა ლაშქარში შედის სულმცირე, ერთი მთავარ ანგელოზი, სერაფიმები და ქერუბიმები. მთავარ ანგელოზი არის მიქაელი, რომელიც დასახელებულია დანიელის მე-10 თავში, მე-13-21 მუხლებში, ასევე იუდას წერილში და გამოცხადების 12:7-ში. ის როგორც ჩანს, ლაპარაკია მიქაელზე, ყველა ანგელოზურ ქნებას შორის უმაღლესია. მხოლოდ ერთი სხვა წმინდა ანგელოზი, გაბრიელი არის აშკარად დასახელებული. ესეც დანიელში ხდება 8:16, 9:21 და ლუკას სახარებაში, როცა მარიამთან მიდის, პირველი თავის მე-19 და 26 მუხლებში. და ზოგი ფიქრობს, რომ ის შესაბამისად როგორც მიქაელი მსგავსია, მაგრამ წმინდა წერილი გაბრიელს რეალურად არ ასახელებს მთავარ ანგელოზად. სერაფიმები მხოლოდ ესაიას მე-6 თავის მეორე და მე-6 მუხლებში არის, სადაც ზეციურ ხილვაში ხვდება ესაია, იქ არიან მოხსენებული, სადაც წინასწარმეტყველი მათ აღწერს, როგორც დიდებულ და შთამბეჭდავ არსებებს, რომლებიც ღვთის ხატის წინ დგანან და გამუდებით ადიდებენ მას, იცავენ მის ტახტის სიწმინდეს. ქერუბიმები არანაირად არ გვანან რაღაცა პუტკუნა სახის მქონე ბავშვებს, რომლებიცაც ხშირად თქვენ ნახავთ ხელოვნებაში, რომლებიც არიან გამოსახული. და როგორც ჩანს, ისინი ანგელოზთა ლაშქრის ძალასა და დიდებულებას წარმოადგენენ. ისინი ედემის ბაღის შესასვლელთან ცველებად იყვნენ განლაგებული დაბადების წინში, როდესაც გამდენილი არიან ევა და ადამი, იქ ღმერთი დააყენებს ქერუბიმებს, რომ უკან არ დაბრუნდნენ და სიცოცხლის ხეს არ შეეხვნენ. დაბადება 3:24. ისინი ასევე იყვნენ აღთქმის კიდობნის სიმბოლური მცველები. გასოთ კიდობანზე, როცა გამოსახეს, იქ ქერუბიმები იყო გამოსახული, გამოსვლა 37:7. და ისინი ქმნიან ცოცხალ ცეცხლოვან ეტლს, რომელზეც უფალი იჯდა. ეს უკვე ჩვენ მე-4 მეფეთაში ელია რო იქნა ატაცებული, მე-22 თავში ვკითხულობთ. ასევე ფსალმუნი 17:10, ასევე ეზეკიელი შეგვიძლია გავიხსენოთ 10 მე-10 თავში აღწერილი. ისინი ყოველთვის აღწერილი როგორც საშინელი და შიშის მომგვრელი არსებები. სხვა ანგელოზურ არსებებს ტახტებს, სამფლობელოებს, სამთავროებს და ძალაუფლებს უწოდებენ. კოლოსელთა 1:16. მსგავსი ტერმინები გამოიყენება დაცემულ ანგელოზებთანაც კი. ეფესელთა 6:12 და კოლოსელთა 2:15. ანგელოზთა ლაშქარი მთელ წმინდა წერილში აღწერილია როგორც უზარმაზარი ზეციური არმია. მათი შემოქმედი იესო ქრისტე ძალაუფლით მათზე ბევრად უფრო მაღლა დგას, რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და დასვა თავის მარჯვნის ზეცაში. ყველა მთავრობაზე
ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალაზე, უფლებაზე და ყოველგვარ სახელზე მაღლა, რაც კი წოდებულა ამ წუთის სოფელში, არამედ მომავალშიც ეფესელთა რაც კი წოდებულია არა მარტო ამ წუთის სოფელში, არამედ მომავალშიც. ეფესელთა წერილის პირველი თავის 20 და 21 მუხლები. წმინდა წერილი კვლავ არაერთხელ აკეთებს ამ კეთრ განსხვავებას ქრისტეს, რომელიც არის მარადიული პირველი იოანეს პირველი და ანგელოზებს შორის, რომლებიც უბრალოდ ქმნილებები არიან. ქრისტე ყველაფერზე უწინარეს არის და მასში ყველაფერი ერთად დგას. კოლოსელთა 1:17. გარდა ამისა, დოქტრინა, რომ ანგელოზები შექმნილი არსებები არიან, სლურ ჰარმონიაშია პირველი ტიმოთეს წერილის მე-6 თავის მე-5 და მე-6 მუხლებთან, სადაც ნათქვამია, რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი, ვისაც უკვდავება აქვს და მკვიდრობს მიღწეულ სინათლეში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუც მისი ხილვა. მას პატივი და საუკუნო ხელმწიფება ამინ. დიდრებს ამ წუთის სოფელში ამცნე, რომ არ გადადგულდნენ, ნურც მათ თურ სიმდიდრეზე დაიმედებიან, არამედ ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად. როგორც ჩანს, ანგელოზები შექმნის პროცესის დასაწყისშივე გაჩნდნენ. იობის წიგნის 38 თავი აღწერს დედამიწის საფუძვლის ჩაყრას, როდესაც დილის ვარსკვლავები ერთად გალობდნენ და ღვთის ყველა ძე სიხარულით ყიჟინებდა და ღვთის ძეები ხშირად არის იობში ნახსენები თვით სატანაზე და დაცემულ ანგელოზებზეც. ამგვარად ანგელოზები იქ იყვნენ, რათა სამყაროს ჩამოყალიბების მოწვენი გამხდარიყვნენ და რადგან ანგელოზებს შორის შთამომავლობა არ არსებობს, ისინი ერთდროულად უნდა შექმნილიყვნენ ფართო მასშტაბიანი შემოქმედებითი აქტით. ღმერთმა ბრძანა და უთვალავი არსება მყისიერად გაჩნდა, თითოეული დამოუკიდებლად უნიკალური. ისინი არ მრავლდებიან, ამიტომ მათი რიცხვის ზრდა არასდროს არ ხდება. ასევე ისინი არ კვდებიან და ამიტომაც მათი რაოდენობის შემცირებაც არ ხდება. რამდენი ანგელოზია ამ სამყაროში? შეიძლება ვიღაცამ დასვას კითხვა. წმინდა წერილი არ გვეუბნება რიცხვს, მაგრამ ქრისტეს დაავადებისას გამოჩნდა ციური ლაშქრის სიმრავლე. ამას კი ადასტურებს ბიბლია. ლუკა სახარება მეორე თავის მე-13 მუხლი. მისი დაპატიმრებისას იესომ თქვა, რომ თუ მას სურდა, მას შეეძლო უბრალოდ ელოცა მამისათვის და მაშინვე გამოიძახებინა ანგელოზთა 12 ლეგიონზე მეტი. მათე სახარება 26:53, როცა პეტრე იძრობს ესე იგი მახვილს და ჩამოათვლის მალქოს ყურს, მოკლა უნდა მისი და აი აქ მადროს იესო ეუბნება, რომ ჩააგე მახვილი გახსოვთ და აი ამას იყენებს, რომ ანგელოზებს შეუძლია რომ მოუხმოს. იესოს დროს რომაული ლეგიონი 3000-დან 6000-მდე მერყეობდა, ასე რომ ეს იქნებოდა 72000 ან მეტი ანგელოზი. დაფიქრდით, თუ იესოს 1000-ობით ანგელოზი დაშირდებოდა, ისინი მყისიერად გაჩნდებოდნენ იქ. მაგრამ არ არსებობს მიზეზი ვიფიქროთ, რომ 12 ლეგიონი ამოწურავს ანგელოზთა რიგებს. სინამდვილეში არსებობს ბიბლიური მტკიცებულება, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტია. წმინდა წერილი ხშირად აღწერს ანგელოზთა უზარმაზარ რაოდენობას ვარსკვლავებთან შედარებით. ანგელოზებსა და ვარსკვლავებზეც კი ისე ტერმინებს იყენებენ, რომლებიც ურთიერთ მონაცვლეებით გამოიყენება. ციური ლაშქარი, ზოგჯერ ვარსკვლავებზე საუბრობს, მაგალითად მეორე რჯულის 17:3-ში, ზოგჯერ კი ანგელოზებზე. მესამე მეფეთა 22:19. ანგელოზებს იობის 38-ში თავის მე-7 მუხლში დილის ვარსკვლავებიც კი ეწოდათ. ხედავთ, აი რომ გალობდნენ, როცა ჩვენ ნახეთ დილის ვარსკვლავები გალობდნენ, ეს რა თქმა უნდა ვარსკვლავები კი არ გალობდნენ, ეს ლაპარაკია ანგელოზებზე. უეჭველად აქცენტი მათ დიდებასა და უთვალავს სივრცეზე კეთება. მეცნიერები ამბობენ, რომ სამყაროში მილიარდობით ვარსკვლავია. შეიძლება ანგელოზების ასეთი დიდი რაოდენობაც იყოს? დიახაც, რატომაც არა. იმიტომ რომ გამოცხადების წიგნის მე-5 თავში, მე-11 მუხლში მოციქული იოანე წერს: ვიხილა და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველებისა და უხუცესების ირგვლივ და მათი რიცხვი იყო 10,000-და 10,000-ები და 1000-და 1000-ები. თუ ამ რიცხვებს სიტყვასიტყვით ვიღე, ეს მილიარდზე მეტია, თუმცა ალბათ ეს არის გამოთქვა, რომელსაც მოციქული იყენებს იმდენად დიდი რიცხვის იდეის გადმოსაცემად, რომლის დათვლა უბრალოდ შეუძლებელია. სიონის მთა და ცოცხალი ღმერთის ქალაქი, ზეციური იერუსალიმი, ზუსტად ამაზე მიუთითებს ებრაელთა 12:22-ში. არამედ მიეხალენდით სიონის მთასა და ცოცხალი ღვთის ქალაქს, ზეციური იერუსალიმს და 10,000-ობით ანგელოზს. როგორც ცის ვარსკვლავები და ქვიშის მარცვლების ანაპიროზე, რიცხვი უბრალოდ ძალიან მაღალია იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად დაითვალოს. ეჯგარეშია, რომ ღმერთმა თავად იცის ზუსტი რიცხვი, თუმცა ეს რიცხვი იმდენად მაღალია და დიდია, რომ ვერ შევძლეთ მისი მნიშვნელობის გაგებას.
ეხლა, როდის დაეცნენ ანგელოზები? სატანა და დემონები დაცემული ანგელოზები არიან. ყველაფერი, რაც ცნობილია სატანის დაცემის შესახებ, საკმაოდ დახვეწილად არის გადმოცემული წმინდა წერილიდან. როგორც ჩანს, სატანა არის მიწიერი მმართველობისადმი მიმართული რამდენიმე გზავნის რეალური სამიზნე. ეს მმართველები თავად იმდენად ბოროტები არიან, რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათში სატანა ბინადრობდა. ამრიგად, ბოროტი მეფეებისადმი მიმართული გზავნილები, როგორც ჩანს, სინამდვილეში სატანისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, ესაიას მე-14 თავის, შემდეგი მუხლები 12 და 15 სიტყვები მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონის მეფისადმია მიმართული, სინამდვილეში სატანას ეხება და მას ლუციფერს, ანუ დღის კაშკაშა ვარსკვლავი განთიადის ძეს უწოდებს. ებრაული სიტყვა სიტყვით დილის ვარსკვლავს ნიშნავს. როგორ ჩამოვარდით ციდან მნათობო ძეო განთიადისა, მიწამდე ჩამოემხე, ერთად დამძაბუნებელო. გულში ამბობდით, სამდე ამაღლდები ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ავიმაღლებ ტახტს, საკრებულო მთაზე დავჯდები ჩრდილოეთის კიდეებზე, ღრუბლებს ზემოთ ავმაღლდები, უზენაეს დამემსგავსები, თუმცა ქვესკნელში იქნებით ჩაგდებული შავეთის ჯოხმულებში. როგორც ჩანს, სატანა ღვთის ტახტის მიტაცებას ცდილობდა და შედეგად ზეციდან იქნა გადმოგდებული. ასევე ეზეკიელის 22 თავი მართალია ეხება ტვიროსის მეფეს და მიწერილ ცნობას, მაგრამ ის აშკარად სცილდება თავად მეფის ფარგლებს და ეხება სატანას, რომელიც როგორც ჩანს მასში ბინადრობდა. ჩვენ ვიცით, რომ ამ უწყების რეალური სამიზნეა ეშმაკი, რადგან ის მიანიშნებს მის მიერ ევას მოტყუებაზე ბაღში. მე წაგიითხავთ ეზეკიელის 28 თავის მე-12 მუხლიდან, მე-19-ს ჩათვლით. ძეოკაცისა, გოდების ხმა აიმაღლე ტვიროსის მეფეზე და უთხარი, ასე ამბობს გოუფალი ღმერთი, სრულყოფილების მაგალითი იყავი, სიბრძნითა და სრული შვენებით სავსე. ედემში ღმერთის ბაღში იმყოფებოდი, ყველა ძვირფასი ქვა გემოსა, წითელი ლალი, ტოპაზი და ალმასი, ქრიზოლითი, ონიქსი, იასპი, საფირონი, ზურმუხტი და ბივრილი, ოსტატურად გესხდა ოქროს ბუდეებში, შენი შექმნის დღეს გამზადა. ფარველ ქერუბიმად გცხე, ღვთის წმინდა მთაზე დაგადგინე, ცეცხლოვან ქვებს შორის დადიოდი, უმციკლო იყავ შენს გზაზე შენი შექმნის დღიდან, სანამ უმართლობა გამოგიჩნდებოდა. შენი ნავაჭრის სიმრავლე ძალადობით აგივსო შინაგანი და შესწოდე. მოგაშორე ღმერთის თას, როგორც შებილწული და გაგაძევე, ფარველო ქერუბიმო, ცეცხლოვანი ქვების შუაგულიდან. ქერუბო აღზევდა შენი გული შენი სილამაზით, გაიხსნა ბრწყინვალება შენი სიბრძნისა, მიწაზე დაგანარცხე, სასენოდ გაქცე მეფეთა წინაშე. შენი მრავალი ურჯულოებით, შენი უმართლო ნავაჭრით, შებღალე შენი საწმინდარი. ცეცხლი გამოვიღე მისი წიაღიდან, რომელმაც გშთანთქა და ფერფლად გაქცია. დედამიწაზე ყველა შენი მხილველის თვალწინ. ყველა ვინც გიცნობს ხალთაგან, შეწწუნდება შენზე. საფრთხობელად იქეცი და სამუდამოდ გარდახდები. როდესაც ლუციფერი დაეცა, მან ანგელოზების მე-13 თან წაიყვანა. ამას უკვე გამოცხადების წიგნში ვკითხულობთ მე-12 თავის მე-3-მე-4 მუხლებში. ეს დაცემული ანგელოზები ახლა მხოლოდ დემონური არსებები არიან, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე აჭირვებს და ტანჯავს დედამიწას და გააგრძელებენ მანამ სანამ ღვთის სამჯაროს ხელით არ განადგურდებიან, რომელიც გამოცხადების წიგნის მე-20 თავში არის ჩაწერილი. ეხლა როგორები არიან ანგელოზები? ანგელოზები პიროვნებები არიან, ანუ ისინი არსებები არიან პიროვნების ყველა ატრიბუტით, ინტელექტი, გრძნობები და ნება. მათ აქვთ პიროვნული თვისებები და განსხვავებები. ისინი გონიერი არსებები არიან, ისინი მოქმედებენ, მოძრაობენ და გრძნობენ. ისინი ეზეკიელის 22 თავის მონაკვეთში აღწერილია ესე: ცხებული მფარველი ქერუბიმი დაცემა და ღმერთი ეუბნება მას, შენი ყავი პიროვნული მაგალითი, სავსე სიბრძნით და სრულყოფილი სილამაზით. ცხადია ეს არსება, რომელიც დაეცა და სატანა გახდა, ყველაზე ჭკვიანი იყო ღვთის ყველა ქმნილებას შორის და სავარაუდოდ ის იყო ყველაზე მაღალი რანგის ანგელოზი. ანგელოზები თითქმის ყოველთვის წმინდა წერილში გამოსახულები არიან როგორც უაღრესად ჭკვიანი არსებები. მათეს 22 თავში მე-5 მუხლში, როდესაც ორი შეხვდა მარიამს აღდგომის დილით, იესოს საფლავი, როდესაც ცარიელი იპოვა, საფლავის მცველმა ანგელოზმა უთხრა მათ, ნუ გეშინიათ, რადგან ვიცი რომ ეძებთ ჯვარცმულ იესოს. ასე რომ ანგელოზები ურთიერთობენ კიდევაც ადამიანებთან და მათთან აქვთ საუბრები და მათ იციან რაღაცები. ცხადია ისინი ინტელექტის მქონე არსებები არიან, თუმცა ანგელოზები ყოვლისმცოდნეები, როგორც ღმერთი, არ არიან. პირველი პეტრეს პირველი თავის
მე-12 მუხლში ნათქვამია, რომ სახარება შეიცავს ჭეშმარიტებას, რომლებშიც ანგელოზებსაც სურდათ ჩაწვდომა. ამიტომ არის ზოგიერთი რამ, რაც მათ არ ესმით. მათი სურვილია, რომ მეტი გაიგონ, ადასტურებს იმას, რომ ისინი ჭკვიანი არსებები არიან. ანგელოზები ასევე გამოხატავენ ემოციებს. გახსოვდეთ, რომ ისინი ერთად მღეროდნენ სამყაროს შექმნის დროს. ეს წავიკითხოთ იობის წიგნის 38 თავში. ლუკას მე-15 თავში მე-10 მუხლში ნათქვამია, სიხარულია წინ ღვთის ანგელოზები ერთი მონანიეთ სოდოლის გამო. რომ ანგელოზები ხარებენ ერთი მონანიეთ სოდოლის გამო. მე მჯერა, რომ ეს მუხლი ღვთის სიხარულზე საუბრობს თავისი რჩეულების ხსნის გამო და რა თქმა უნდა, რომ ამ სიხარულს ანგელოზებიც იზიარებენ. იგავი, რომელსაც იესო ამ კონტექსტში ყვება, აღწერს ქალს, რომელმაც მონეტა დაკარგა. ის სახლს წმენს, იღებს სანთელს და ყველგან ეძებს ამ მონეტას, სანამ არ იპოვის. შემდეგ მოუხმობს მეგობრებს და მეზობლებს და ეუბნება: გაიხარეთ ჩემთან ერთად, რადგან ვიპოვე დაკარგული მონეტა. და შემდეგ მე-10 მუხლი ამბობს: ასევე გეუბნებით თქვენ, სიხარულია ღვთის ანგელოზების წინაშე ერთი მონანიეთ სოდულის გამო. ეს ნათლად გულისხმობს, რომ ღმერთი ხარობს ანგელოზების თანდასწრებით, რათა მათ გაიზიარონ მისი სიხარული. არსებობს ყველა მიზეზი ვიფიქროთ, რომ ისინი ემოციური არსებები არიან. მე მჯერა, რომ აზრიანი თაყვანისცემა შეუძლებელია ემოციის გარეშე. რა თქმა უნდა, მხოლოდ ბრმა ემოცია, ეს არ არის ნამდვილი თაყვანისცემა, მაგრამ თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით, ისეთი თაყვანისცემა, როგორცაც ღმერთი ეძებს იოანე 4:23, რომელსაც შეუძლია ნამდვილი გზნობების რომელსაც არ შეუძლია, რომ ნამდვილი გზნობების გარეშე გამოხატოს. ყველაზე წმინდა თაყვანისცემა ჭეშმარიტებით სიხარულს გულისხმობს. ასევე შეადარეთ ეს 1 კორინთელთა 13:6. ის ფაქტი, რომ ანგელოზები ხშირად ღვთის ტახტის გარშემო თაყვანს სცემენ, მიუთითებს იმაზე, რომ მათ ემოციები აქვთ. შეხედეთ ესაიას წიგნს, სადაც ის აღწერს ღვთის ტახტის გარშემო ანგელოზების თაყვანისცემას. ვიხილე უფალი, რომელიც მაღალ ამაღლებულ ტახტზე იჯდა და მისი 60 კალთა ავსებდა ტაძარს. მის ზემოთ სერაფიმები იდგნენ. თითოეულს ჰქონდა 6 ფრთა, 2-ით სახეს იფარავდა, 2-ით ფეხებს და 2-ით დაფრინავდა. ერთი მეორეს ეძახდა და ამბობდა: წმინდა, წმინდა, წმინდა ცაბაოდ უფალი, მთელი დედამიწა სავსეა მისი დიდებით. ესაია 6:1-3. ესაიას მიერ ამ დიდებული არსების აღწერა ნათლად აჩვენებს, რომ ისინი არ არიან უბრალო რაღაცა მანქანები ან ცხოველები, არამედ ორივე ძალიან ინტელექტუალური და შეუძლია გამოხატონ უღრმესი ემოციები, რომლებიც დაკავშირებულია უმაღლეს თაყვანისცემასთან. ასევე აშკარა, რომ ისინი ნებისყოფის მქონე არსებები არიან. ლუციფერის სოდვა იყო თვითნებური სიამაყე, ანუ მან თავისი ნებით აირჩია ეს. მან გულში თქვა: ავალ ცაში, ღვთის ვარსკვლავის მაღლა დავდგა ჩემ ტახტს მაღლა, დავჯდები შეკრების მთაზე, ჩრდილოეთის უკიდურეს კუთხეში, ავალ ღრუბლების სიმაღლეებზე მაღლა, მე თავს უზენაესის გავს და გავიხდი. ესაია 14:13-14. თავად ღმერთი წარმართავს ანგელოზების ნებას. ებრაელთა წერილის პირველ თავში მე-6 მუხლში აღწერილია ღმერთი მამის ცნება ანგელოზებისათვის მისი ძის დაბადებისას. როდესაც ის შემოყავს პირშოთ ქვეყანად, ამბობს: ყველა ღვთის ანგელოზმა თაყვანისცეს მას. ნებისმიერი მცნებისადმი მორჩილება ნების მოქმედებას გულისხმობს. ანგელოზებს არა მხოლოდ აქვთ პიროვნული ყველა ატრიბუტი, არამედ ისინი ასევე არიან ამაღლებული არსებები, ოდნავ უფრო მაღალი დიდებულებითა და ავტორიტეტით, ვიდრე ადამიანები. როდესაც ქრისტე ადამიანი გახდა, წმინდა წერილი ამბობს, რომ ის ანგელოზებზე დაბლა დადგა. ებრაელთა 2:7. ამგვარად ანგელოზები ჩვენზე უფრო მაღალი მდგომარეობას იკავებენ ყოველ შემთხვევაში ამ მოცემულ პერიოდში, მაგრამ მომავალში ჩვენ ვიცით, რომ გამოსყიდული კაცობრიობა უკვე განსჯის თავად ანგელოზებს და შეიძლება გულისხმოთ, რომ ჩვენც ვიბატონებთ მათ სესეცაში. პავლე წერდა: ნუ თუ არ იცით, რომ ჩვენ უნდა გამსაჯოთ ანგელოზები, მით უმეტეს ამ ქვეყნიური ყოფითი საქმეებიო. 1 კორინთელთა 6:3. იესო მცირე აზიის ეკლესიებს დაპირდა, ვინც გაიმარჯვებს, მივცე მას უფლებას ჩემთან ერთად დაჯდეს ჩემ ტახტზე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან ერთად მის ტახტზე. გამოცხადება 3:21. ქრისტეს ტახტის გაზიარება, როგორც ჩანს, გულისხმობს, რომ ჩვენ გვექნება ანგელოზების მართლობაც და ვიბატონებთ მათცეც. თუ ეს ასეა, ეს ძალიან განსაცვიფრებული კონცეფცია. ეხლა რას აკეთებენ ანგელოზები? ანგელოზების ცხოვრება და სამყარო ისეთივე ჩახლართული, აქტიური და რთული ხასიათისაა, როგორც ჩვენი. ისინი სხვა განზომილებაში ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი სამყაროები ხშირად იკვეთება და მათი საქმიანობის ნაწილი მაინც ამ ქვეყნიური საქმეების მოგვარებას უკავშირდება.
ებრაელთა წერილის პირველი 14 მათ მომსახურე სულებს უწოდებს, რომლებიც იგზავნებიან ხსნის მემკვიდრეთა სამსახურში. მარტინ ლუთერი თვლიდა, რომ ანგელოზი სულიერი არსებაა სხეულის გარეშე, რომელიც ღმერთმა შექმნა სპეციალურად ქრისტიანული სამყაროსა და ეკლესიის მსახურებისათვის. ეს ნამდვილად ანგელოზების მთავარი ფუნქციაა. თუ არა, უბრალოდ ახლა არ გვეუბნებიან, მაგრამ ეს ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა მათი. ის ფაქტი, რომ ისინი ორგანიზებულნი არიან მაღალ სტრუქტურირებულ სარდლობის ჯაჭვში, მიუთითებს იმაზე, რომ ანგელოზების მოვალეობები განსხვავდება რანგისა და მიხედვით. შეიძლება როგორც მომსახურე სულები, რომლებიც რჩეულებს ემსახურებიან. ანგელოზები უეჭველად აქტიურები არიან ადამიანურ საქმეში, თუმცა ჩვეულებრივ უხილავნი, უეჭველად ისინი ბევრს რამეს აკეთებენ ჩვენი სახელით, მაგრამ არსად არ გვეძლება წმინდა წერილში ის მითითება და რჩევა, რომ კონდეს ეს სწრაფვა და სურვილი, ხომ, რომ გავიგოთ და გამოვქეკოთ ეს თუ როგორ ხდება ეს. და არც არასდროს გვირჩევს წმინდა წერილი იმას, რომ ვეცადოთ მოვახდინოთ ანგელოზების უხილავი ნამოქმედარის ამოცნობა ჩვენ ცხოვრებაში. უბრალოდ ჩვენ გვახსენებენ, რომ გამოვავლინოთ ქრისტეს მსგავსი სტუმართმოყვარეობა, რადგან არ ვიცით, როდის ან რა სახით შეიძლება ანგელოზები სტუმრად გვეწვიონ. ებრაელთა პირველი 14-ში ანგელოზები კონკრეტულად მომსახურე სულობად მოიხსენიება, რაც გულისხმობს, რომ მათ მატერიალური სხეულები არ აქვთ, მიუხედავად ამისა ისინი დროდადრო ხილული სახით ჩნდებიან, როდესაც ღმერთი მათ გამოვლენის უფლებას აძლევს. და როდესაც წმინდა წერილი ასეთ ანგელოზურ გამოჩენას მიწიერ კონტექსტში აღწერს, ანგელოზი ყოველთვის ადამიანის სახით ჩნდება. და ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათ მიმართებაში ყოველ ჯერზე მხოლოდ მამრობითი სქესის ნაცვალ სახელები გამოიყენება. მაგალითად დაბადების წიგნის მე-18-მე-19 თავში, როდესაც ანგელოზები აბრაამს ესტუმრნენ და სოდომს ეწვნენ, ისინი გარეგნულად სრულიად ადამიანურები იყვნენ. ისინი აბრაამთან დასხდნენ, ისინი მასთან ერთად ჭამდნენ, ისინი მასთან ერთად დადიოდნენ. ისინი ადამიანურ ენაზე საუბრობენ, მათი ხილული ფორმისა და ქცევის ყოველი დეტალი გარეგნულად ადამიანური იყო. სხვა დროს ანგელოზები ადამიანებად ჩნდებიან, მაგრამ არაჩვეულებრივი თუნდაც ზებუნებრივი თვისებებით. მაგალითად მათეს 28:3-4-ში იესოს ცარიელ საფლავთან გამოცხადებული ანგელოზი არ იყო რაღაცა ნორმალური გარეგნულის კაცი. მისი სახე ელვასავით იყო და სამოსელი თოვლივი თეთრი და მისი შიშით ცველები შეძრწუნდნენ და მკვდრებს დაემსგავსენ. ბიბლიაში აღწერილი ანგელოზების გამოჩენა პოპულარული ლეგენდებისაგან ძალიან დიდად განსხვავებულია. ხშირად იწვევს ტრამვას და დიდ შიშს და არა სიამოვნებას და რაღაცა სიმშვიდეს. როდესაც ანგელოზი გამოეცხადა მარიამს, მაშინ რაც ის მიესალმა, მარიამი ძლიერ შეძრწუნდა ამ სიტყვით და ცდილობდა გაეგო რას ნიშნავდა ის მისალმება. როდესაც ანგელოზური მაცნები გამოეცხადნენ იესოს დაბადებას დამსწრე მწყემსებს, მათ ძლიერ შეეშინათ. ლუკას ახარება 2:9. როდესაც იესოს საფლავის ცველმა, რომელმა ჯარისკაცმა იქ ანგელოზი დაინახეს, მისი შიშით ცველები შეძრწუნდნენ და მკვდრებს დაემსგავსენ. მათე 28:4. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ანგელოზები თვალსაჩინოდ ჩნდებიან წმინდა წერილში, ისინი უფრო ხშირად მაცნის როლს ასრულებენ. პოსტალიონის. ეს მათი ერთ-ერთი მთავარი როლია. სინამდვილეში მაცნე ბერძნული სიტყვა ანგელოზის ძირითადი მნიშვნელობაა. ამგვარად ანგელოზები ერთგვარ ზეციურ მაცნეების სამსახურს ასრულებენ და ამის შესახებ მთელ წმინდა წერილში ხვდებით ჩვენ ინფორმაციას. ანგელოზმა, რომელიც მარიამს გამოეცხადა, თავის სახელით გააცნო: მე ვარ გაბრიელი, ვდგავარ ღვთის წინაშე და გამომგზავნეს, რომ გელაპარაკო და ეს სასიხარულო ამბავი გაუწყო. ლუკა 1:19. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა ამ უწყების წმინდა მნიშვნელობის გამო ეს მაღალი რანგის ანგელოზი შეგიძლიათ შეადაროთ დანიელის მერვე თავის, მე-16 და მე-9 თავს, 21 მუხლი, რომელიც ჩვეულებრივ ღვთის წინაშე იდგა, მარიამთან გაიგზავნა სიტყვის გადასაცემად. და ბოლოს, როგორც ვნახეთ, ანგელოზები გამუდმებით ღვთის ტახტის გარშემო მსახურობენ თაყვანისცემით. თაყვანისცემა აშკარად მათი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. ამას ესაიას მე-6 თავში კითხულობთ და გამოცხადების 4:6-9, 5:9-14 იქაც არის ეს აღწერილი. როგორი ურთიერთობა გვექნება ზეცაში ანგელოზებთან? წმინდა წერილი მიუთითებს, რომ ზეცაში ჩვენ ანგელოზებს შეუერთებით და ღმერთს მისი ტახტის გარშემო ვცემთ აყვანს. გამოცხადების მე-4 თავში, მე-4 მუხლში აღწერილია პირველი სცენა, რომელიც იოანემ ზეცის ხილვაში იხილა. ტახტის გარშემო 24 ტახტი იყო და ტახტებზე 24 უხუცესი ისხდა. თეთრი სამოსი შემოცლილი და თავზე ოქროს გვირგვინები ედგათ. ეს უხუცესები ეკლესიას წარმოადგენენ. ის ფაქტი, რომ მათთვის მუდმივი ადგილებია,
ტახტზე ღმერთის ირგვლივ მიუთითებს იმას, რომ ღვთის გამოსყიდული ხალხი მარადიულად იქნება ანგელოზებთან ერთად თაყვანის საცემად. იონე აგრძელებს ამ წარმოუდგენელი არსებების აღწერას, რომლებიც ღვთის ტახტის გარშემო განუწყვეტლივ თაყვანს სცემენ და მერვე მუხში ამბობს ამას. ამ 4 ცოცხალი არსებიდან თითოეულს 6 ფრთა ჰქონდა. ირგვლივ და შიგნით თვალებით არიან სავსე. არც დღისი და არც ღამით არ აქვთ მოსვენება. ამბობენ წმინდა, წმინდა, წმინდა უფალი ღმერთი, ყოვლის ყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა. ეს ორჯერ არის მე მგონი ბიბლიაში, 3ჯერ წმინდა წმინდას ხსენება ესაიაში მე-6 თავში და აი აქ ესე იგი გამოცხადების მე-4 თავში. ახსოვს რობერტ სპროულმა ამაზე დიდი ლექცია და გადაგება წაიკითხა. ანუ ისინი არასდროს არ იღლებიან თავიანთი მსახურებით. ესაიამაც თავის ხილვაში ესევე აღწერა ეს პროცესი. მეფე ყუზიას სიკვდილის წილს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს. სერაფიმი იდგნენ მის ზემოთ, თითოეულს 6 ფრთა ჰქონდა. 2-ით სახეს იფარავდნენ, 2-ით ფეხებს და 2-ით დაფრინავდნენ. გაზახოდნენ ერთი მეროს და ამბობდნენ: წმინდა, წმინდა, წმინდა ცაბაოდ უფალი, სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა. ესაია 6:1-3. როცა არსებანი დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნია ტახტზე მჯდომს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე 24 უხუცესი ემხობა ტახტზე მჯდომარის წინ და თაყვანს სცემს უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს, თავიანთი გვირგვინებს ამხობენ ტახტის წინ და ამბობენ: ღირსი ხარ უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე, შენი ნებით არსებობენ და იქმნენ. გამოცხადება 4:9-11. ასევე გამოცხადება 5:8-12 ასახავს მსგავს სცენას, სადაც მრავალჯერადი ათასობით ხმა ბღერის ღვთისა და კრავის ღირსებაზე. წიგნი რომ აიღო 4 არსება და 24 უხუცესი დაემხო კრავის წინ, ყოველ მათგანს ხელში ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასი ეჭირა, რაც წმინდათა ლოცვებია. ისინი გალობენ ახალ საგალობეს და ამბობენ: შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისთვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან და ქმენი ჩვენ სამეფო და მღვდლებად ჩვენი ღმერთისათვის და ვიმეფეთ დედამიწაზე. ვიხილე და მოვისვენე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველებისა და უხუცესების ირგვლივ და მათი რიცხვი იყო 10,000 და 10,000-ები და 1000 და 1000-ები. დიდი ხმით ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი ძალისა და სიმდიდრის, სიბრძნისა და სიმტკიცის, დიდების, პატივისა და კურთხევის მიღებისა. ეს არის ზეციური სიმღერა. მეც მოუთმელად ველი მის მოსმენას. მოუთმელად ველი, როდესაც დიდებული ხმით მის სიმღერას და გამოსყიდულად დიდებული გუნდის ნაწილი გავხდები, რომელსაც მთელი ზეციური ლაშქარი შეუერთება. როდესაც ამ ხმას მოვისმეთ, მყისიერად დედამიწის ყველა უბედურება სრულად უმნიშვნელო გახდება. ჩვენი ყველა შრომა დასრულდება, ჩვენი ყველა ცრემლი გაშრება და მხოლოდ ზეციური ნეტარება და ღმერთით ჩვენი სრულყოფილი ტკბობა დარჩება სამუდამოდ. და ჯონ მაკარტურიც იცით რომ გასულ წელს გადავიდა და შეუერთდა ამ ციურ ლაშქარს მე ძალიან მყარად მჯერა და მწამსეს და მღერის იმ საგალობელს, რომელსაც ჩვენ აქვისმენთ. და ამითი ამთავრებს ჯონ მაკარტური ამ მერვე თავს და დასკვნითი სიტყვით გვემშვიდობება და ლოცულობს ჩვენთვის. დასკვნითი სიტყვა ესეთია: ჩვენ მივახციეთ სამოთხისა და მისი მაცხოვრებლების ბიბლიური მიმოხილვის დასასრულს. ზეციური დიდებას, ზეციური დიდების რაგანცდაც არ უნდა გადმომეცა ამ ფურცლებზე უბრალო სიტყვებით. ნამდვილად უმნიშვნელო იმასთან შედარებით, თუ როგორი იქნება სინამდვილეში ზეციური დიდება, როდესაც მას მთელი თავის სანახაობრივი სიცავსით დავინახავთ. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ თქვენი გული, ისევე როგორც ჩემი, აღფრთოვანებული იქნა ღმერთის შეუდარებელი მადლით, რომელიც თავის სიკეთეს გამოვალեց თქვენნაირი და ჩემნაირი უღირსი არსება ადამიანებისათვის, რომლებმაც არაერთხელ შესწოდეს მის წინააღმდეგ, ის მაინც სამუდამოდ მიგვიყვას თავის სასუფეველში და სამყოფელში. იმის წარმოდგენა, რომ ის ზეციური დიდების გაზიარების უფლებას მოგცემს, საოცრებაა, რომელიც ადამიანის გონებისათვის წარმოუდგენელია. ასეთი მადლისა და წყალობის დაფასებაც კი შეუძლებელია. მხოლოდ ზეციური მარადისობის განცდისას ჩვენ შევძლებთ ადეკვატურად გამოხატოთ მისთვის კუთვნილი თაყვანისცემა და მადლიერება. იქაც კი ჩვენ მარადიულად ვიმღერეთ მასზე და არასდროს დავიწყებთ მისი საოცრებისა და დიდების ამოწურვას. თუ ამ კვლევამ რაიმე ფორმით გააღვივა თქვენში მონაწილეობის სურვილი, რომ გაიზიაროთ ზეციური დიდება და ნეტარება, მაშინ ჩემი ჩანაფიქრი მისი დაწერის შესახებ შესრულებულა.
ეს არის ჩემი ლოცვა შენთვის, ჩემო ძვირფასო მკითხველო, რომ ამ ქვეყნიური რეალობის მიღმა გაიხედო და ზეციური დიდების მცირედი სხივიც კი დაინახო და ზეციური დიდების ამ პაწაწინა სხივის დაჭერის შემდეგ დაიყო იმ ადამიანის მსგავსი, რომელსაც მინდორში განძი იპოვა და მთელი თავისი მიწიერი ქონება გაყიდა მის საყიდლად. მათე 13:44. თუ არასოდეს არ მიგიღია და არ გიწამებია იესო ქრისტესი და აი ახლავე მიმართე მას პატივებისა და განწმენდისათვის და მიიღე მისი სიმართლის სუფთა თეთრი სამოსელი და იცოდე რომ ამის შემდეგ ყველაფერი დიდებული, ყველაფერი კეთილშობილი და ყველაფერი კურთხეული გველოდება ზეცაში. იმედი მაქვს რომ იქ მიემართები და შენი გული ქრისტესთან გაერთიანებას ნატრობს და იცოდე ის რომ 64 შეიძლება უფრო ახლოს იყოს ვიდრე შენოდეს მე ეს გეგონა, როგორც ეს მოციქულმა პავლემ დაწერა. მაშასე იმოქმედეთ, რადგან იცით რა დროა ახლა, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი, ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. ღამე მიდის და დღე ახლოვდება. ამიტომ მოვიშოროთ სიმნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურველით. მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც ღისით და არა ღრეობითა და ლოთობით, არა გარყვნილებითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და სხეულზე ზრუნვას გულის თქმად ნუ გაიხდით. რომაელთა 13:11-14. მადლობა მოსმენისათვის.